მოგესალმებით, მე ვარ თათული ღვინიანიძე, მწერალი, 2 ბესტსელერის ავტორი, ამას ყოველთვის დიდი სიამაყით ვამბობ, ჟურნალისტი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს, განსაკუთრებით მწერლებმა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სწორედ მკითხველისთვის იქმნება და იწერება ყველაფერი. მოდი გაგაცნობთ შეკითხვებს, რომლებიც გამოგვიგზავნეს, მე გადავხედე და მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო აქცენტებია გაკეთებული. მაშინ დავიწყოთ. ლიზას აინტერესებს. რა განათლება გაქვთ და ბავშვობაში იფიქრებდით თუ არა რომ პოპულარული წიგნების ავტორი იქნებოდით? ახლა მომიწევს რომ ძალიან გულწრფელი ვიყო. შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი რომ იყო რაღაც ჩემში განსაკუთრებული, მაგრამ მეგონა რომ ეს ალბათ ჩემი ფანტაზიების ბრალი იყო და არ ღირდა ამ ფიქრებზე აყოლა. ის ფაქტი რომ წერა თავად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, უკვე საკმარისი იყო ჩემთვის. შემდეგ, როდესაც წიგნი გამოიცა და ის ბესტსელერი გახდა, დავფიქრდი იმაზე, რომ შესაძლოა თუ კი ადამიანი შინაგანად გრძნობს, რომ არ იმასში განსაკუთრებული ნაპერწკალი, ალბათ უნდა მიენდოს მას. ოღონდ აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ყველაფერი კეთდება საზოგადოებისთვის. ანუ თუ შენ ხარ განსაკუთრებული, ხარ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ტალანტი, ნიჭი და შესაძლებლობები მოახმარო ირგვლივ სოციუმს, საყვარელ ადამიანებს და უცნობ ხალხსაც კი. გიყვარდეს მოყვასი შენი, ასე რომ ვთქვათ, და გიყვარდეს საქმით. რაც შეეხება ჩემს განათლებას, ერთი მხრივ მე ვარ ჟურნალისტი და დამთავრებული მაქვს თსეუ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და მეორე მხრივ ამავე უნივერსიტეტში დავასრულე მაგისტრატურის საფეხური სახელმწიფოს მართვასა და საჯარო პოლიტიკაში. ნახოთ ვიკას რა აინტერესებს. როდის დაიწყეთ წერა? წერა დავიწყე იქამდე სანამ რეალურად კალამს ავიღებდი ხელში და ამას ყვება დედაჩემი ძალიან ხშირად. დაახლოებით 3 წლის ასაკიდან შეთხზვა უკვე დავიწყე. ანუ ამბებს ვიგონებდი, ხალხთან მივდიოდი და ვუყვებოდი ამ ამბებს. ოღონდ სასაცილო ის არის, რომ არ ვჯერდებოდი თქვათ ოჯახის წრეს ან სამეზობლოს მატარებელშიც კი, როცა ვმგზავრობდით, შემეძლო უცნობ ადამიანებთან მივსულიყავი და დამეწყო საუბარი ამ ამბებზე, რომელიც იყო ჩემი მოგონილი. შემდეგ უკვე როცა წერა დავიწყე, ანუ ანბანი ვისწავლე, აზრის ჩამოყალიბება შევძელი, ეს ყველაფერი უკვე ფურცელზე გადავიდა და მე-4 კლასში ჩემმა დამრიგებელმა ქალბატონმა ჟუჟუნამ დაიბარა დედაჩემი და უთხრა რომ სავარაუდოდ თათული ზრდასრულობაში გახდება მწერალი. და ალბათ ამანაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ასე რომ ვწერ 3 წლიდან ბრჭყალებში, რასაც ზოგადად წერას ვუწოდებთ, ეს უკვე მე-4 კლასიდან შემოდის, თუმცა პირველი სერიოზული ნაწარმოები დავწერე 14-15 წლის ასაკში, ეს არის აღიარება ხელისკულზე, რომელიც დღესდღეობით ბესტსელერია. ბავშვობა ქუთაისში გაატარეთ, გიყვართ თუ არა ეს ქალაქი და რა მოგცათ მან? ანა, ეს კითხვა ანას ეკუთვნის და ძვირფასო, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ქალაქი, სადაც დაიბადე და გაიზარდე. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩვენ შორის იყო ერთგვარი იზოლაცია ჩემსა და საზოგადოებას შორის, იმიტომ რომ როცა უცნაური ხარ, ისინი ამას მუდმივად გაგრძნობინებენ, მაგრამ მაინც დიდწილად თუ ვინ ვარ მე განსაზღვრა სწორედ იმ ქალაქმა, სადაც გავიზარდე. 2017 წელს გაიმარჯვეთ კონკურსში, გახდი ბესტსელერის ავტორი. ელოდით? ეს კითხვა ირაკლის ეკუთვნის. გონი ამ სტუდიაში ვიჯექი მაშინაც, როცა პალიტრაელმა დამირეკა და მითხრა, რომ ვიდეო უნდა ჩავწეროთ და რა თქმა უნდა გამოვცხადდი და მკითხეს ასეთი რაღაც. აი მე-6 ადგილზე ხარ და შენი აზრით რა არის იმის შანსი, რომ 3 დღეში პირველ ადგილას გადაინაცვლო. კონკურენცია იყო გაცხოველებული, შესაბამისად ან თამამად უნდა მეთქვა და ალბათ ეს სიცრუეც იქნებოდა რომ უეჭველი გავიმარჯვებ, შეუძლებელია ხო იცოდე გაიმარჯვებ თუ არა უეჭველი. და მეორე მხრივ თუ არ გჯერა რომ გაიმარჯვებ, რაღაც იღებ კონკურსში მონაწილეობა. ასეთი დილემის წინაშე აღმოჩნდი და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მე გავიმარჯვებდი. და მოხდა ისე, რომ მართლაც გავიმარჯვე, ოღონდ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებას. მახსოვს, მაშინ ვიდეო ჩავწერე და მივმართე ადამიანებს, რომ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას, გთხოვთ გაეცანით ჩემს ნაწარმოებს და თუ ჩათვლით, რომ ეს არის ღირსეული ტექსტი, რომელიც გამოცემას იმსახურებს, ოცნებას ამიხდენთ მეთქი. და მოხდა საოცრება 3 დღეში 30,000 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ აღიარება ხელისკულზე იმსახურებდა, რომ გავხდარიყო წიგნი და თათული ღვინიანიძეს აუხდინეს ოცნება.
სწორედ ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ სხვების ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი როლი ვითამაშო და თუ კი რაიმე სახის დახმარება შემიძლია, მათ აღმოვუჩინო, აუცილებლად ვთანხმდები და ინიციატივებს თავად გამოვთქვამ ხოლმე. 7 წელზე მეტია თქვენი წიგნი, რომელიც თავიდანვე რეკორდსმენი იყო, დღემდე პოპულარულია. რა არის ამისი მიზეზი და როგორც ავტორი რითი ხსნით ამას? თანამედროვე მწერალს უნდა შეეძლოს ისეთ საკითხებზე წერა და ისეთი პრობლემების წარმოჩენა, რომელიც თანამედროვე მკითხველს აწუხებს და ანერვიულებს. შენ ან გამოსავალს უნდა სთავაზობდე მას, ან მინიმუმ აგრძნობინებდე, რომ მარტო არ არის. წიგნი ერთგვარი მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის საშუალებები მრავალფეროვანი გახდა და თითქოს ჩვენ უნდა დავეახლოვებინეთ ერთმანეთთან, რაღაცნაირად ყველანი მაინც მარტოსულები ვართ და ჩვენ შორის არის ეს ჩატეხილი ხიდები. და აღიარება ხელისგულზე ნებისმიერი ასაკის ადამიანს სთავაზობს ამბავს მასზე და ჩვენ მოგწონს, როცა ვკითხულობთ ისტორიებს ჩვენ შესახებ. თუმცა რა თქმა უნდა, სხვა კომპონენტებიც არსებობს. მაგალითად ის, რომ ძალიან მარტივი ენით არის ნაწერი და მას არ აქვს პათეტიკა ან ხელოვნურობა. თავის მხრივ ალბათ PR-ს და მარკეტინგსაც აქვს ნათამაშები როლი, იქიდან გამომდინარე, რომ მე დავდიოდი საქართველოს მასშტაბით დიდ თუ მცირე ქალაქებში, ვხვდებოდი პირდაპირ ხალხს და ვესაუბრებოდი ამ წიგნების შესახებ და რა თქმა უნდა, ინტერესიც გაამწვავა ამ შეხვედრებმა. საბოლოო ჯამში კი თავად მკითხველმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, იმიტომ რომ მუდმივად იპოსტებოდა, იწერებოდა, ზოგი აკრიტიკებდა, ზოგს მოსწონდა და რადგანაც მუდმივად ტრიალებდა ეს საკითხი ინტერნეტსა თუ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, წიგნმა შეძლო რომ დარჩენილიყო ბესტსელერი წლების განმავლობაში. კრიტიკა თუ მიმიღია და რა დაუწუნებიათ ჩემთვის. ხო, კრიტიკა ძალიან კარგი რამეა. საჭიროა იმისთვის, რომ განვითარდეთ. თუ კი არ გაკრიტიკებენ, რაღაცა სწორად ვერ აკეთებთ. და ჩემს მიმართ იყო უდიდესი ტალღა ამ კრიტიკის. ძირითადად მიწუნებდნენ იმას, რომ ქალი ვარ. ალბათ ახლა გაგეცინებათ 21 საუკუნეში, როგორ შეიძლება ვინმე დაგიწუნოს სქესის გამო. საქმე ის არის, რომ აღიარება ხელისგულზე საკმაოდ თამამი და თავისუფალი წიგნია. და მე მახსენდება ერთი ლიტერატურის მცოდნის კომენტარი, რომ თანამედროვე მწერლებს თავისუფლება გაკლიათ და ღვინიანიძეს ეს თავისუფლება აქვსო. მე თუ ვკითხავ, ძალიან ბევრი თანამედროვე მწერალია, რომელიც თავისუფლად წერს და მიხარია მათი არსებობა და მე ამაყება, რომ ამ ჯგუფის ნაწილი ვარ ჩემ და უნებურად. იცით რაშია საქმე, როცა წერ ჟარგონით, როცა დიალოგებში ავთენტური ხარ, კითხველს ეხამუშება თითქოს. ოღონდ უცნაურია ის ფაქტი, რომ როცა ფრედერიკ ბეკბედერის წიგნს კითხულობ 99 ფრანკი, სადაც მართლა ყურში არ შეეშვება ისეთი რაღაცები ხდება, მსგავსი პროტესტი მის მიმართ არავის გამოუთქვამს. იმიტომ რომ ფრედერიკი მამაკაცია და ჩემზე წერდნენ, რომ აი ქალია და ასეთი რამ არ უნდა დაეწერა, კაცი რომ იყოს, მაშინ კარგი წიგნი იქნებოდა. ხო და მე ვამაყობ რომ ქალი ვარ და მგონია რომ ჩემი სქესი არ არის არანაირი ბარიერი ჩემსა და საზოგადოებას შორის და მე ყოველთვის დავწერ ისეთ წიგნებს, როგორიც საზოგადოებას გაძლიერებისთვის ჭირდება და ამ შემთხვევაში უპირველესად ქალებს. თეას აინტერესებს. წერის დროს რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და როდის წერთ? ბავშვობაში ვიკეტებოდი ოთახში, ჩვენ ყოველთვის დიდი ოჯახი გვქონდა და ხმაური იყო ბუნებრივია, მე კი მჭირდებოდა ეს განმარტოება და მყუდროება იმისთვის, რომ დამეწერა. თუმცა მე გაკვეთილებზე აღმოვაჩინე, რომ თუ კი მასწავლებელი არც თუ ისე საინტერესოდ უძღვებოდა ამ გაკვეთილს, გასაქცევი მჭირდებოდა რაღაც სხვა რეალობა, სადაც გაფრინდებოდა ჩემი ფიქრი. და უკვე კლასშიც დავიწყე გაკვეთილებზე წერა. ზრდასრულობაში აღმოვაჩინე, რომ ნებისმიერ ადგილას წერა შემიძლია. შეიძლება იყოს მეტრო, სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება იყოს კაფე. ყოფილა მომენტები, აი ქუჩაში მივდივარ და უეცრად თავში რაღაცა დამარტყა, გავჩერებულ ვარ, ან ბლოკნოტი ამომიღია ჩანთიდან, ან მობილურის ნოუთებში ჩამინიშნებს. ასე რომ ყველგან შემიძლია დავწერო. ლიზას აინტერესებს. ერთი კვირა ერთ ოთახში წარდგენილი იყო ჟვანიეს ფონდის კონკურსზე წინანდლის პრემია და ნომინანტობა მოიპოვა. წიგნი კვლავაც ბესტსელერია და აინტერესებს რა იყო ამ წიგნის დაწერის წინაპირობა. ხო, ეს საკმაოდ სიღრმისეული საკითხია და ალბათ დაუსრულებლად შემიძლია მასე ლაპარაკი, მაგრამ ვეცდები ლაკონურად გაგცეთ პასუხი. საზოგადოებას ვაკვირდებოდი, ახალგაზრდებს ვაკვირდებოდი, ჩემს თაობასაც და აღმოვაჩინე, რომ ყველა შვილს რაღაც პროტესტი აქვს მშობლის მიმართ.
ზოგს სიყვარული დააკლეს, ზოგს პირიქით დიდი დოზით მისცეს სიყვარული. ერთ ენაზე ლაპარაკობენ თითქოს მშობლების თაობა და შვილების თაობა, მაგრამ მაინც არ ესმით ერთმანეთის და გადავწყვიტე რომ დამეწერა წიგნი, რომელიც მშობლებს შვილების თვალსაზრისით დაანახებდა, ხოლო შვილებს მისცემდა საშუალებას უკეთესად დაენახათ სამყარო და თუნდაც მათი ურთიერთობა მშობლების მხრიდან. ასევე პირადად მე ძალიან რთული ფსიქოლოგიური მომენტები მაქვს ხოლმე პერიოდულად, იქნება ეს დეპრესია, შფოთვა თუ რაიმე სხვა ამ ჟანრში. და გადავწყვიტე დავხმარებოდი იმ ადამიანებს, ვინც მენტალური გამოწვევების წინაშე დგას და მეჩვენებინა გზა, რომ მაშინაც კი როცა გგონია, რომ ამის იქით აღარაფერია, რომ ფსკერზე ხარ და სამუდამოდ იქ დარჩები და გამოსავალი არ არსებობს, ეს ყველაფერი არის დროებითი. და შენ თუ შეუძახებ საკუთარ თავს, შენ თუ იმუშავებ შენს თავზე, აუცილებლად გამოხვალ იმ სიგნალიდან და აღმოაჩენ, რომ ეს ბრძოლა სინამდვილეში შენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია და გაქცია იმად, ვინც აუცილებლად უნდა გამხდარიყავი საუკეთესო შემთხვევაში. სწორედ ძირითადად ამ ორი მიზეზის გამო დავწერე ერთი კვირა ერთ ოთახში. ასე რომ თუ კი თქვენ გამოწვევების წინაშე გახართ, თუ ფიქრობთ, რომ შვილთან რაღაც რიგზე ვერ არის, ან თქვენს მშობელს არ ესმის თქვენი, მგონია რომ ეს წიგნი ძალიან დაგეხმარებათ. ისევე როგორც თუ კი დეპრესიაში ხართ, ან თუ კი იზოლირებულად გრძნობთ თავს და არ გინდათ სახლიდან გასვლა, არ გინდათ თქვენი ოცნებებისთვის ბრძოლა, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ სამყაროს დაუბრუნდებით. ტერენს საინტერესებს. თქვენი შემოქმედებითი პროცესის რა ნაწილი გიყვართ ყველაზე მეტად? იდეების გენერირება, მონახაზის წერა, რედაქტირება თუ რაიმე სხვა? მთლიანობაში წერა მიყვარს. გიჟდები ისე სიამოვნებს. ხანდახან გიჟივით ვიცინი წერის პროცესში, ზოგჯერ ვტირი, აი მახსენდება ხოლმე. ასეთი მომენტი იყო, დედა ჩემმა გაიღვიძა დილის 6 საათზე, მოწყურდა წყალიან რაღაც მსგავსი, გამოდის მე თმა გაბუწული. ვზივარ კომპიუტერთან ჩაბჟირებით ვწერ და თან ვტირი და დედა ჩემი შეშფოთებული მეკითხება, შვილო რა მოხდა, რა გჭირსა და მაშინ მოთხარი რომ დაშორდნენ. ხა ფიქრობს, ვინ დაშორდა ასეთი რომ მე განბიცდი და ბოლოს მიხვდა რომ პერსონაჟები დააშორეო, კი მეთქი. ასე რომ მთლიანად წერის პროცესი ეს არის უზომოდ დიდი სიამოვნება მწერლისთვის. რა გავლენას ახდენს მკითხველის მოლოდინი თქვენს წერის სტილზე ან სიუჟეტის განვითარებაზე? მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკითხველი და მგონია, რომ თანამედროვე ლიტერატურაში განსაკუთრებული როლი აქვს მას, მაინც ვცდილობ, რომ გავლენის ქვეშ არ მოვექცე. აი ახლა მესამე რომანზე ვმუშაობ და ხშირად მეუბნებიან, რომ ამას საზოგადოების ძირითადი ნაწილი ვერ გაიგებს. იქნებ სხვა რამე დაწერო. ეს არის ცუდუნება. გინდება რომ მართლაც მიხვე ამ ძახილს და მოთხოვნას, მაგრამ როცა მიხვევი მოთხოვნას, უკვე ხდება ტექსტის კომერციალიზაცია. და ჩვენ რეალურად ყველა მწერალს გვინდა რომ ხელოვნებას და ლიტერატურას ვემსახურებოდეთ და ის კომერციული გავლენებისგან იყოს დაცლილი. ასე რომ დავრჩი ჩემს საზრზე, დავრჩი ჩემს ტექსტთან და უფლება არ მივეცი გავლენას, რომ შეეცვალა ჩემი გეზი. ვცდილობთ თუ არა მათ დაკმაყოფილებას, თუ უფრო მეტად საკუთარ ხედვას მისდევთ. შეგიძლია დააკმაყოფილო ადამიანები იმით, რომ მისცე ის, რაც სჭირდება და არა ის, რაც უნდა. რა გსურთ, რომ მკითხველმა საბოლოოდ გაიგოს ან იგრძნოს თქვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ? მინდა იგრძნოს იმედი, мотивация, ბრძოლის უნარიანობა, იმიტომ რომ ჩემი აბსოლუტურად ყველა ტექსტი გიბიძგებს იცხოვრო. ხანდახან დინების მიმართულებით უნდა იცურო, ხანდახან მის წინააღმდეგ უნდა წახვიდე. ჩვენ ხშირად ვეძებთ იდეალებს, ხშირად ვეძებთ შთაგონებას და რაღაც განსაკუთრებულ მიზეზს იმისთვის რომ ვიცხოვროთ. ეს კარგია, ეს ჯანსაღია, მასშტაბურად უნდა ვიფიქროთ. მაგრამ აი ამ პროცესებში გვავიწყდება რომ ზოგჯერ თავარი აზრი იმაშია, რომ ყოველი დღე გავიაროთ. არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. ყველას რაღაც ახალი აქვს შენთვის სათქმელი და სასწავლებელი და თუ კი წვრილმანებით ბედნიერებას მოვახერხებთ, საზრისაც ვიპოვით. არის თუ არა რაიმე კონკრეტული მესიჯი ან ემოცია, რომლის დატოვებასაც ცდილობთ, ასევე ნატას აინტერესებს. ფიქრობ, ამ კითხვას მეტნაკლებად უკვე ვუპასუხე, თუმცა ვიტყვი, რომ მესიჯები სხვადასხვა. აი მაგალითად, აღიარება ხელის გულზე ტრანსლირებს ასეთ იდეას, რომ ჯერ იყავი ადამიანი და შემდეგ იყავი კარგი პროფესიონალი. იმიტომ რომ თავარი არის კეთილსინდისიერება და საკუთარ თავთან
მართალ მდგომარეობაში დარჩენა, ის რომ სხვა არ დააზიანო. ასევე ტრანსლირებს მაგალითად ერთი კვირა ერთ ოთახში იდეას, რომ თავისუფლება შენ შეიძლება გეგონოს ყველაფრის უფლება, მაგრამ თავისუფლება არის უნარი, საკუთარი თავი მართო და ამაღლდე შენს სურვილებზე. ასე რომ მესიჯი ბევრია და ძალიან რთულია ასე ცალკეულად გამოყო. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსი რა მიმართულებით გაიარეთ და როგორ შეძელით ესო. ეს არც თუ ისე რთულია, ჩემი აზრით ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს, თუ კი ინგლისურ ენას ფლობს. ეს იყო დაახლოებით 2020-2021 წელი, კოვიდის პერიოდი, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა და ჰარვარდი ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა, იმიტომ რომ ონლაინ კურსები ჩაუშვა. პატარა ტესტს გაივლის, სადაც ამტკიცებ საკუთარ ცოდნას, როგორც ინგლისურში, ასევე კონკრეტულ საგანში, რაშიც ცოდნის გაღრმავებას ცდილობ და შემდეგ უკვე შენთვის ხელმისაწვდომია ეს კურსი. კურსი ერქვა საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა. მწერლობის პარალელურად ამ წუთას რას საქმიანობ. ძალიან საინტერესო რაღაცას ვაკეთებ. დაახლოებით 15 წელია ჟურნალისტი ვარ და აქტიურად მუშაობ ჩემს პროფესიაში, იქნება ეს ონლაინ მედია, ბეჭდური ტელევიზია თუ რადიო. და ამჯერად მაქვს საკუთარი პოდკასტი, სახელად ლიტკურუ, რომლის ჩაწერებით ზუსტად ამ წუთას მიმდინარეობს და აგვისტოდან თქვენ შეგეძლებათ, რომ ნახოთ, მოусმინოთ და შეიტყოთ უამრავი რამ ლიტერატურაზე, საგამომცემლო ინდუსტრიაზე და რაც მთავარია იმაზე, როგორ გვეხმარება ტექსტები საკუთარი თავის უკეთესად გაცნობაში. თქვენი ნამუშევრებიდან რომელი გიყვართ და რომელს გამოარჩევდით? მე და ნათია ჯაგოდნიშვილი ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ წიგნები ჩვენი შვილები არიან და მახსოვს ერთმა ლიტერატურის კრიტიკოსმა მითხრა, ნუ ამბობ მასეო, ძალიან უცნაური ასეთი რაღაცის თქმა. თუმცა ტექსტზე მუშაობა მართლა გავს აი ამ ორსულობის პროცესს, ნელ-ნელა ნაყოფი იზრდება და შემდეგ უნდა იშვას. და როცა იშვება, ცალკეულად აგრძელებს თავის ცხოვრებას. ასე რომ ძალიან რთულია შვილებს შორის გამოარჩიო ფავორიტი. მე ასეთ რაღაცას ვიტყოდი. კონკრეტულ ასაკში, როდესაც შევქმენი აღიარება ხელის გულზე, აუცილებლად აღიარება ხელის გულზე უნდა დამეწერა. შემდეგ, როცა დავწერე ერთი კვირა ერთ ოთახში და ეს მიმდინარეობდა ალბათ 5 წლის განმავლობაში, აუცილებლად ეს ტექსტი უნდა შექმნილიყო. და ახლა, როდესაც ვწერ ტკივილების კალენდარს, მგონია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი. თუმცა დარწმუნებული ვარ, 5 წლის მერე რომ დავიძახოთ და ინტერვიუს კიდევ წერდეთ, გეტყვით, რომ სწორედ ის წიგნი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც იმ მომენტში ვემუშავებ. ასე რომ ეს არის მუდმივად ცვალებადი პასუხი. ნინიკოს აინტერესებს, რაზე ვმუშაობ ახლა და ისიც წარმატებული იქნება თუ არა. ძალიან რთულია წარმატება განსაზღვრო. იწინასწარმეტყველო, რომ აი ეს ტექსტი ყველა ვარიანტში დაიპყრობს ადამიანების გულს. ტექსტი არის თანამედროვე საზოგადოებაზე, ჩვენს პრობლემებზე, ახალგაზრდებზე, რომლებიც ცდილობენ ქვეყანა გადაარჩინონ. შესაბამისად, მგონია, რომ პულსაციაზე უდევს ხელი და გაიძულებს სიმართლე აღიარო, გაიძულებს შაიხედო სარკეში. ჩემი აზრით, პოტენციალი აქვს. დანარჩენი ალბათ კითხვა უნდა გადაწყვეტოს. და ბოლო კითხვა. რა რჩევას მისცემდით დამწყებ მწერლებს? ყავით თამამები, არაფრის შეგეშინდეთ და თუ გეშინიათ, არც ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ შიშს აქვს ორი უნარი. ერთი გიბიძგოს, გახდე უფრო თამამი და დაუპირისპირდე შენს სისუსტეებს და მეორე გადარჩე. ასევე გირჩევთ, რომ ხშირად წეროთ და ბევრი იკითხოთ. მე არ ვაღიარებ, რომ შეიძლება იყო მხოლოდ მწერალი და არ იყო მკითხველი. და ბოლოს ალბათ ის, რომ შთაბეჭდილებები ეძებოთ. ზოგი ამბობს, რომ მუზა არ არსებობსო. მე მჯერა მუზის არსებობის შთაგონებას ვაღიარებ და თუ გინდათ, რომ ხშირად გეწვიოთ ეს შთაგონება, სამყაროს მიმართ უნდა იყო დღია, ასე რომ გადით სახლიდან და ეძებეთ შთაბეჭდილებები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ჩემთან ერთად იყავით. მადლობა, რომ მომიწვიეთ და საშუალება მომესით, რომ მესაუბრა. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით. ნახვამდის. მოგესალმებით, მე ვარ თინა თიმბერიძე, გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის გამარჯვებული და დღეს ვუპასუხებ თქვენ შეკითხვებს. მიხო მეკითხება, ფინანსისტი ყოფილ ხართ და გახდი ბესტსელერის ავტორი, ასე მარტივად მოხდა?
სიმართლე რომ ვთქვათ, ახლა რომ ვიწყებდი პროფესიის არჩევას, ფინანსისტობას აღარ ავირჩევდი. ცოტა უფრო მარტივ პროფესიას ალბათ ავირჩევდი. წერას და ფინანსისტობას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს აბალანსებს რიცხვები და სიტყვები და ამიტომ ცოტათი მიმარტივდება. წერა როდის დაიწყეთ და რა არის თქვენთვის წერის დროს მთავარიო? წერა დავიწყე 2019 წელს, სრულიად შემთხვევით და ისე მოხდა, რომ მე გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 წლის კონკურსი გამოცხადა და გავაგზავნე ამ კონკურსში ჩემი ნაწერი და გამოვხდი გამარჯვებულთა შორის. მთავარი ალბათ არის, რომ საინტერესო პერსონაჟები შევქმნა. ნია მეკითხება, კონკურსში მონაწილეობა რატომ მიიღეთ და გჯეროდათ თუ არა რომ გაიმარჯვებდიო? არ მჯეროდა რომ გავიმარჯვებდი, საკუთარი თავი გამოვცადე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა იყო რომ რამე დავწერე, მანამდე პატარა ჩანახატიც კი არ მქონდა დაწერილი და პირველი მცდელობაზე რომ გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდი, ეს ბედის საჩუქრად მიმაჩნია. რა იყო თქვენი პირველი წიგნის დაწერის შთაგონების წყარო და რა რჩევებს მისცემდით ახალბედა მწერლებს? ანასტასიას მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის. სოციალურ ქსელში ამოკითხული სტატია გახდა შთაგონების წყარო და მეწერა წიგნი. თავიდან წერდი მეგობრისთვის, მერე კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ახალბედა ავტორებს ვურჩევდი, რომ ყველაფერში რაც მათ ვიხდება, საინტერესო რამეები ეძიან და თუ წერა უნდათ, ზუსტად აი საინტერესო ფაქტები დაიჭირონ და მათ შესახებ წერო. ზურა მეკითხება ასე, ფინანსისტის ცხოვრებამდე წერილობა არანაირად არ არის ახლოს. ამ ყველაფერს როგორ აპარალელებ. როგორც წაღან აღნიშნე, წინა შეკითხვაზეც შეიძლება რიცხვების და სიტყვების სამყარო მეხმარება რომ დავაბალანსო და რადგან რიცხვებს უფრო ლოგიკური უნარები ჭირდება და სწრაფი აზროვნება, შეიძლება ეს ერთგვარად მეხმარება კიდეც რომ მარტივად დავწერო ან პირიქით. ზოგჯერ მგონია რომ სიტყვებში პოულობ შვებას და ასე ამოვდივარ რიცხვების სამყაროდან. სიუჟეტისთვის იდეას რა გაძლევთ? ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს სიუჟეტისთვის იდეა. Facebook-ზე ამოკითხული სტატუსი, შეიძლება მგზავრობის დროს ყოლმოკლული ამბავი, შეიძლება მეგობრისგან მოისმინო რაიმე ან ფილმში დაიჭირო რაიმე შენთვის საინტერესო სიუჟეტი, რაზეც ააწყობ მთელ წიგნს. ზემო აჭარაში ცხოვრობთ. როგორია დღეს მაღალმთიან რეგიონში ცხოვრება? რა სირთულეებს აწყდებით? მაღალმთიან რეგიონში ცხოვრება და ზოგადად რეგიონში ცხოვრება სირთულე არის იმ მხრივ, რომ ნაკლები არის აიქ განვითარების საშუალება, მაგრამ აი გამომცემლობათა ურთიერთობას რაც შეეხება, კომუნიკაცია გვაქვს ონლაინ, ამიტომ არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ ბევრი სხვა რამ არის, რაც შეიძლება პრობლემას ქმნიდეს, მაგალითად, ნაკლები წიგნი, ნაკლები ბიბლიოთეკა, ნაკლები წიგნის მაღაზია, როგორც მწერალმა შეიძლება ნაკლები განვითარება ჰპოვა, მაგრამ ონლაინ წიგნები არსებობს სხვადასხვა პლატფორმები, სადაც შეგიძლია ეკითხო და დღეს ეგ პრობლემაც ფაქტიურად გადაჭრილია. რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენაო? ნონა მეკითხება. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წიგნებმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინათ ჩემზე. გააჩნია პერიოდი. შეიძლება ახლა რომ ვუყურებ, მაშინდელი შთაბეჭდილებები ცოტა გაფერუქთარებულია. მან ბოლო დროს დავიკითხე გიორგი კეკელიძის სიკვდილის გაუქმება და დღეს მისი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. თქვენ ნამუშევრებით რის თქმა გინდათ? ჩემი ნამუშევრებით ალბათ ვქმნი ისეთ სამყაროს, რომელშიც ცხოვრება მენდომებოდა. გამონაკლისებიც არსებობს, რა თქმა უნდა, რადგანაც ზოგიერთი ისეთ საკითხს ვეხები, რაც პირიქით არ მინდა რომ იყოს, მაგალითად, როგორც მსხვერპლში არის ძალადობის ხარებს რო ვეხები და პირიქით ვისურვებდი, რომ ნაკლებად ყოფილიყოს ეგეთი ფაქტები. ლიკას აინტერესებს ლიტერატურული სამყაროს რომელი პერსონაჟი ვიქნებოდი და რატომ? კონკრეტულად წიგნს გულისხმობს თუ რომელიმე სამყაროს, არ ვიცი, თუ სამყაროს გულისხმობს, დედამიწას ვარჩევდი და სხვა სამყარო არ მინდა და თუ რომელიმე წიგნს გულისხმობს, სხვადასხვა წიგნ პერიოდში, როცა წიგნს ვკითხულობ, წარმოვიდგენ ხოლმე ამა თუ იმ პერსონაჟის ადგილას თავს, მაგრამ დიდხანს არ ვრჩები, უბრუნდები თინათინობას. საყვარელ ადამიანს რომელიც წიგნის წაკითხვას ურჩევდით? გააჩნია ასაკს, გააჩნია რა განწყობაზე იქნებოდა. ნებისმიერ წიგნში შეიძლება დაიჭირო რაიმე საინტერესო და ღირებული. გაიხსენეთ ეპიზოდი თქვენი წიგნებიდან, რომელიც ყველაზე რთული დასაწერი იყო თქვენთვის.
მადლობა ანა ამ შეკითხვისთვის. ყველაზე რთული დასაწერი იყო ჩემთვის მსხვერპლში ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით ერთი შემთხვევა, რომელიც სკოლაში ბავშვთან მიმართ ძალადობას ეხებოდა და როგორც ზოგი მკითხველი აღნიშნავენ, წაკითხვაც კი რთული იყო ამ ფაქტების, ამიტომ ყველაზე მეტად ზუსტად მაგ სცენების დაწერა გამიჭირდა. რჩეული რომანებიდან რომელი მათგანის მთავარი პერსონაჟი იქნებოდი? ძალიან საინტერესო შეკითხვა არის ლიზა. ჩემი არც ერთი წიგნის საყვარელი წიგნის მთავარი პერსონაჟი არ ვიქნებოდი. მაგალითად 1984-ში ჯულია არ მინდა რომ ვიყო. ვთქვათ, ბულბულიდან იზაბელი შეიძლება, იმიტომ რომ ძლიერი ქალია და იმიტომ რომ ცდილობს ისეთი საქმე გააკეთოს, რაც იმ პერიოდში ქალისთვის შეუსაბამოდ მიაჩნდათ. მეორე შანსში ბაბუას პერსონაჟი რეალურია, რადგან პროტოტიპად თქვენი ბაბუა გყავთ გამოყვანილი. რატომ და მოგვიყევით თქვენს ბაბუაზეო თინი მეკითხება, თითქმის ეხნია. სავარაუდოდ თინათინი. რატომ გადავწყვიტე ამ პერსონაჟის შექმნა? ალბათ ბაბუას მონატრებამ შემაქმნევინა ეგ პერსონაჟი, ზუსტად ეგეთი იყო ჩემი ბაბუაც, როგორც ბაბუა მივლიდი მეორე შანსში. ბაბუა იყო ხოჯა, ანუ მუსლიმი წინამძღვარი და მისი შვილიშვილების ნაწილი მუსლიმი იყო, ნაწილი ქრისტიანი, როგორც მეორე შანსში იყო და ბაბუა ყოველთვის გეუბნებოდა ჩვენ შვილიშვილებს, რომ თავარი არისო, რასაც იწამებ, გულით გწამდე და ცუდი არავის არ გაუკეთო და არ წინდა რომ მისი შვილიშვილების ნაწილი მის რწმენას არ გაყვნენ და ამის გამო ძალიან დიდ პატივს სცემდა ყველა ბაბუას და მინდოდა რომ აი ეს სიყვარული მის მიმართ პატივისცემა ამ პერსონაჟით გამომეხატა. ერთ-ერთი წიგნი ჩოგბურთის სიყვარულს მიუძღვენით. კარგად თამაშობთ ჩოგბურთს. პაკო, მინდა გითხრა, რომ ჩოგანი არასოდეს არ მჭერია ხელში. ძალიან ძნელია ქედაში ჩოგნის ბურთის და მით უმეტეს კორტის შოუნა, ასე რომ არა, მხოლოდ ყურება მიყვარს. მარიამს აინტერესებს, ძალიან საინტერესო შეკითხვა. წარმოიდგინე, რომ თქვენმა შექმნილმა გმირებმა უნდა შექმნან, როგორ აღწერდნენო. მართლა ძალიან საინტერესო შეკითხვა არის მარიამ. არ ვიცი ვინ როგორ აღწერდა, მაგრამ ალბათ ენჯი აღწერდა როგორც სისხლიანს, რადგან ცხოვრება დაუნგრია, როგორც მკითხველები ამბობენ. წიგნი მსხვერპლი ქალთა მიმართ ძალადობას მიუძღვენით. ეს იდეა რატომ გაგიჩნდათ? იზა არის შეკითხვის ავტორი. ეს წიგნის დაწერის იდეა იმიტომ გამიჩნდა იზა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ძალადობის მსხვერპლი ქალი არის და იყო პერიოდი, როდესაც თითქმის ყველა დღე საინფორმაციო გამოშვება აი ამ ძალადობის სცენებით იწყებოდა. ხან ქმარი მოკლეს ქუჩაში, ვიღაცას მიმართ იძალადეს სამსახურში, სკოლაში, სასწავლებელში და რომ აი ეს თემა უფრო წინ წამომეწია და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მოტივაცია მიმეცა, რომ ძალა ეპოვათ და ძალადეებისთვის ეჩივლათ. როდის ველოდოთ მეხუთე წიგნს? უცნობი ავტორი, ანონიმურობა სურს ამ შეკითხვის ავტორს. ჯერჯერობით მეხუთე წიგნზე არ მუშაობთ თუ ვერ რაღაცნაირად გავიჭედე, მაგრამ შევეცდები, რომ მომდევნო წელს მაინც იყოს 2025-ში თუ არ იქნება 2026-ში მაინც იყოს. ცხოვრებაში რა სურვილები გაქვთ, რის განხორციელებასაც აპირებთ? ლილი, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ბევრი ოცნებები და სურვილები მაქვს, ბევრი ისეთი სურვილით ამიხდა და ოცნებაც, რაც არც მიოცნებია, მაგალითად 4 წიგნის ავტორი ვარ, მაგალითად ბევრი მწერს, რომ ჩემი წიგნების გამოკითხვა შეუყვარდათ, ამიტომ რემარკს დავესესხები. არასოდეს არ აირჩიოთ, უფრთხილად უნდა აირჩიო ოცნება, რომ რაიც შეიძლება ნებისმიერი ოცნება აგიხდეს და პირადად მე მსურს, რომ აი ამ წერის გარდა რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა ვნახო და ვიცხოვრო გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში. მადლობა ყველა კითხვის ავტორს. საინტერესო კითხვებისთვის ძალიან მიხარია, რომ ჩემით დაინტერესდით ჩემი წიგნებით. იმედია მომავალში კიდევ მოგვეცემა საშუალება მსგავსი რეჟიმით გქონდეს ურთიერთობა და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.